რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ვიმყოფებით უკვე ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში და ველოდებით გივით არგამაძის გათავისუფლებას. პოლიტიკოსი 27 ივნისს დააპატიმრეს და მას ედავებიან თია წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებას. პატიმრობის 7 თვიანი ვადაკი უკვე დღეს ამოიწურა და მან როგორც უკვე გითხარით, სავარაუდოდ რამდენიმე წუთში უნდა დატოვოს საპატიმრო. ჩვენ აქ ადგილზე ველოდებით და ცხადია მის გამოსვლას უკვე და შესაბამის კადრებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე მე ჩემს ოპერატორს ვთხოვ გვანახოს რა ვითარება არის რუსთავის ციხესთან. აქ იკრიბებიან როგორც პოლიტიკოსის მხარდამჭერები, ასევე მისი ოჯახის წევრები, აქ იკრიბებიან პოლიტიკოსები, ის ადამიანები, რომლებმაც მათ შორის ცოტა ხნის წინ დატოვეს საპატიმრო. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არის მათ შორის რუსთავის ციხესთან. ის 19 დეკემბერს გათავისუფლდა და მან დატოვა 19 დეკემბერს რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულება. ზურა უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ვიმყოფებით ადგილზე, თუმცა ჯერ ვერ ვხედავთ, რომ გივით არგამაძე გამოუშვეს გაათავისუფლეს 11:25 წუთია. რასთან შეიძლება რომ გქონდეს საქმე? არაფერი, რავი, მე ერთადერთი ახსნა მაქვს, იგივე ახსნა მქონდა ვაშაძის შემთხვევაში, ანუ თუ შესაძლებლობა არის, რომ როგორც ჩემზე გააკეთეს 8 საათზე რომ გამომიყვანოს გარეთ, ეს შესაძლებლობა არის ნებისმიერის, ხო? არანაირი განსხვავება არ არის, ანუ ერთ იგივე მუხრით ვიჯექით, ერთ იგივე ბლოკში ვიჯექით, გივი საერთოდ ჩემ თავზე იჯდა, მე 220 საკანში ყავ, გივი იყო 320 საკანში. შესაბამისად, ჩემ შემთხვევაში შესაძლებელი იყო 8 საათზე გამოვიყვანეთ გარეთ, ეგრე უნდა გამოეშვათ ისიც. აი გამოუშვეს ეს წუთია. თებში შევთავაზოთ პირდაპირ კადრი მაყურებელს გივით არგამაძე უკვე ტოვებს რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას და ვიდრე ჩვენ გვექნება საშუალება რომ მას გავესაუბროთ პირდაპირ ეთერში, მოვისმინოთ მისი პირველი განცხადება, პოზიცია 7 თვიანი ტყვეობის შემდგომ. მანამდე პირდაპირ ეთერში მაყურებელს აქვს საშუალება უყუროს შეხვედრის კადრებს, ის შეხვდება ოჯახის წევრებს, ნათესავებს, რომლებიც დილიდან შეკრებილები არიან რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან. ეს კადრები, ამ კადრების ყურების საშუალება მაყურებელს ახლა პირდაპირ ეთერში აქვს. რამდენიმე საათის განმავლობაში ველოდებოდით ჩვენ გივით არგამაძის გათავისუფლებას, თუმცა სავარაუდო დრო 10-დან 11 საათამდე იყო მისი გათავისუფლების და უკვე თქვენ ხედავთ კადრებს, რომ მან დატოვა 7 თვიანი პატიმრობის შემდგომ რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულება. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ მას ედავებოდნენ თია წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებას, კომისიაზე, რომელიც სრულიად ოპოზიციური სპექტრის მხრიდან შეფასდა როგორც ღალატის კომისია, რომლის მთავარი მიზანი იყო, რომ საკუთარი ქვეყანა და საქართველო დაედანაშაულებინათ ომში და გივით არგამაძის პოზიცია ჩვენ თავიდანვე ვიცოდით ამ კომისიასთან დაკავშირებით და ვიცოდით ის, რომ ცინიკურად მიიჩნევდა საერთოდ ამ გადაწყვეტილებას დაკავებამდე ერთი დღით ადრე შესაძლო გადაწყვეტილებას. ის მისი პოზიცია და განცხადება მაყურებელს ახსოვს, მათ შორის მე მაყურებელს შევახსენებ იმასაც, რომ ჰააგის სასამართლოში ის იყო ერთ-ერთი მთავარი მოწმე სწორედ აგვისტოს ომთან დაკავშირებით და ცინიკურად მიიჩნევდა თია წულუკიანის არ გამოცხადების, თია წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო მის წინააღმდეგ ამ ბრალს ისახახდება და ისაუბრება ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ასევე ამ მოტივით იყო დაპატიმრებული 7 თვის განმავლობაში და მან 19 დეკემბერს დატოვა საპატიმრო. და სავარაუდოდ რამდენიმე წუთში უკვე გივით არგამაძე პერსონალურად არის გამოცხადებული პუტინის მიერ მტრად. მას ილაპარაკა 5-7 წუთი ილაპარაკა მგონი პერსონალურად გივით არგამაძეზე, გამოაცხადა როგორც რუსული სახელმწიფოს მტერი. მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული ბელარუსში, მრავალი წელი აქვს ხმისჩილი. პუტინისტი ავტორიტარების მტერი არის მოკლედ და არ არის გასაკვირი, რომ აქ საქართველოში ციხეში ჩასვეს ის ააფეთქეს, მოკლას უპირებდნენ. ეს საქმე გამოძიებულია და ბევრი რამ დადგენილია. ეს პირდაპირ კრემლიდან წამოსული დირექტივა იყო, რომელიც გროზნოს გავლით აღსრულდა. 3 ადამიანის წინააღმდეგ იყო ეს დირექტივა, 3 ადამიანის წინააღმდეგ სადეს ტერორისტული აქტის მოწყობა და ერთ-ერთი მათგანი ბერლინში მოკლეს კიდეც. ეს იყო 3 ის ადამიანი, რომელზეც იდგა ანტირუსული ინფრასტრუქტურა სამხრეთ კავკასიაში, ხანგოშვილის შემთხვევას გულისხმობ ბერლინში და გივის მკვლელობა კი სადეს თბილისში.
პერიოდში მის მკვლელობის მცდელობაში ჩართული იყო ის ძალები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქვეყანაში სამხედრო ამბოხებებს აწყობდნენ მუხროვანში, მათ შორის ეს პირდაპირ რუსული ძალებია. უსმინოთ გივის. ესეთი მიხარია თუ თქვენ გხედავთ, იმიტომ რომ აი მართლაგეუბნებით საათ ახალ წლებზე ცოტა ღრმად ჩასუნთქული ველოდებოდი თქვენი სეზონის განახლებას, იმიტომ რომ მოახერხებენ, არ მოახერხებენ და მადლობა რომ მოახერხეთ და ეხლა უკვე ამოსუნთქული ვარ, ვფიქრობ რომ იმდენ კრიტიკული პერიოდი იყო, რომ ახან ეხლა გაძლებთ მერეც და ამით მოხარული ვარ. პირველ რიგში რა თქმა უნდა გული მეთანაღრება იმაზე რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში, ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, ბერობოლო გამოვდიოდი, ყველა გამოსული რა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ წყვით თამას ჯანმრთელობას უსურვებ იმ ხალხს, იმიტომ რომ ახლა უსურვო ხნეობა და გამძლეობა რამხელა აქვს დიდი ხანია დაამტკიცეს, ამიტომ ჯანმრთელობა და საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად იქნება. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები მგულშემატკივრობდა განსაკუთრებით ჩემ ოჯახს ედგა გვერდში. კი, ჩემი ცოლიც, შვილებიც მებრძოლი გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ თქვენოთ ნამდვილად ბევრად გავიჭირდებოდათ და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ. მიყვარხართ ყველანი. სხვა მხრივ ახლა ისეთ ცოტა ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა მოგეხსენებათ. ნუ ახლა ჩემ ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის ცდილობისთვის. ანუ ამაფეთქა, იქ სადღაც გვერდზე იჯდა ადამიანი, რომელიც ამაფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუსიდან თავის დროზე, ნუ მე ესენ შემოგვიერთდნენ, ხო ეს რომეო და ჯუ მე ლილო და ნუ საბოლოო ჯამში მეზობელმაც ნახეთ ხოზე ვერ მოითფინა მაინც გული რა არის. თებერვალამდე შეეძლო მოცდა, მაგრამ ცოტა ხანი მაინც ჩემთან სიახლოვე რო ებრძნო, შემომიმეზობლდა. აქაც დიდი ხანი ერთ წუთში არ გვაჩერებენ ახლა, მაგრამ არა უჩვენს ახლა მე გავამაგრებ ქუჩას და ის გავამაგრებს აქაურობას. არის ოპოზიციის ერთობაზე არის საუბარი. მე ვხედავ აქტიურებას თუ გეგმავთ პოლიტიკურ მე ვხედავ ჩემ თავს ამ ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას სადაც საჭირო ვიქნები და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ახლა მინდა გითხრათ რომ ვინაიდან წლების მანძილზე მქონდა შანსი რომ მოვხედრილიყავი ან რუსულ ან ბელორუსულ ციხეში, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის, ამისთვის შედარება არ არის ხო ეს საკაურობა, ამიტომ ყველაფერი ვქენი იმისთვის რომ უკეთეს ფორმაში ყოფილიყავი ფიზიკურადაც, მორალურადაც. კონსულტაციებში ჩაერთვებით, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს. არ წარმოადგენ ხო არც ერთ პარტიულ ლიდერშიპს ესეთი თქვა სეგმენტი არა მაქვს, მაგრამ კონსულტაციებში ყველაფერი ჩემი იდეებს მივაწვი, აი სურათთან შევთანხმდით უკვე რომ აუზიარებთ ერთად ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა რომ პირველი სურათი ცოტა ადრე გამოვიდა, ნანახი ყავს და ყველაფერი იცის და ადვილია თქო მასთან დალაპარაკებით. ეხა იქიდან მართლა ობობას ველაპარაკებოდი 7 თვე და ამიტომ ეხა ვერავის გვისწავლებას ვერ დავუწყებ. ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი ზუსტად რა ხდება, როგორ ხდება და როგორი იყო 7 თვე ზოგადად რას ხედავდით საპატიმროდან ბატონო გივი, ზოგადად თქვენ არ გისაგებთ არც საბოლოო სიტყვით, როგორ აფასებთ აი ამ 7 თვიან პატიმრობას პირდაპირ ეთერში. ეს არის ფასი, ხო, ეხა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასია და რთულია ხო არ არის ესეთი მარტივი, ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულიც არის, საბედნიეროდ არ არის გამოუსწორებელი ეს ფასი, რაც ეხა ვიხდით, გინდათ 2 წლიანი, 1 წლიანი თუ რამდენიმე თვიანი თუ რამდენიმე დღიანი პატიმრობა, ეხა ფასი ეს არის. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მაგარია, რომ ამ ფასის გადახდაზე ეხა ხალხი უარს არ ამბობს და ამის გამო არ ჩერდება, იმიტომ რომ თუ ეხა გაჩერდები, მაშინ ეს ფასი აიწევს ავტომატურად მაშინვე და იმ ნიშნულზე აიწევს, რაც ეხა ირანში და კიდევ უფრო უკრაინაში ვაკვირდებით, ამიტომ ეს ფასი გადასახდელია სამწუხაროდ, ხო, რაოდენიც იმეც არ უნდა იყოს, არის გადასახდელი. ამიტომ სხვა მხრივ ხო ეხა რაღაც საფრთხეების გამო არ ბრძოლა, ეგ არის მარცხი მაშინვე და ეხა არა ვართ ამ მდგომარეობაში, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად. გარწმუნებთ, ბევრად მოწყვლადი არის ეხა ეს რეჟიმი, აი რას ხედავდი და ამას ხედავდი იქაც ციხეში მათი პოპულაციის განუწყვეტელი მატების გამო, სხვა შორის იმ ხოცებს მინდა უფასო რჩევა მივცე, ეხა ვინც რიგში არიან, შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ არიან.
სანამ დრო აქვთ მიხედონ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების საკითხს და მე მრავალი წლის მანძილზე ცხელი ღამეების და დღეების განმავლობაში ჩემი მადლიერი იქნებიან ამრჩევის გამო, იმიტომ რომ ამ ციხეში პრინციპში წყალია პრობლემა, ისიც ზაფხულში უფრო სხვა მხრივ იჯდომება, ნახავენ აწი თვითონაც და დარწმუნდებიან. ისე მოიხოდენ უკვე მინდა გითხრათ დაეწყო ციხეს ეს ახალი პოპულაციის ზრდა, იმიტომ რომ რაღაც გამოცვალის განათებები და ვითარ გამაძეს უსმენთ ახლა ჩვენ არ შეიძლებოდა 3 დღის წინ გითხრეს რომ ის მხედარი აშკარად გამოსული ციხიდან ენერგიით გამრთელად რაც თავარია ულოცავთ თავისუფლებას